დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან საბოლოოდ გაათავისუფლეს ის ხალხი, ვინც ქართული ოცნების მხარდამჭერი არაა და ისეთ თემებზე მუშაობდნენ, რომლებიც ქვეყანაში არსებულ მძიმე ვითარებას აღწერს. გრძელდება ქართველი ჟურნალისტი ქალის მზია ამაღლობელის პატიმრობა გამორჩეული პროფესიული რეპუტაციის მქონე ადამიანს მრავალწლიანი ციხე ემუქრება, რადგან ბათუმის პოლიციის უფროსის შეურაცხყოფას, გინებასა და ფურთხებას სილის გაწვნით უპასუხა. ამავდროულად გამოუძიებელი რჩება ათობით ჟურნალისტზე თავდასხმის საქმეები. ჩვენ პირდაპირ ეთერში უყურეთ, როგორ გაიმეტა ივანიშვილის რეჟიმმა ისინი სიკვდილისთვის. აი ამ დროს კი პარლამენტის შენობაში წულუკიანის კომისია მედიის შევიწროებაზე ლაპარაკობს. ოღონდ ახლა კი არა, 22 წლის წინ. ამას დაუთმეს მთელი დღევანდელი დღე. წულუკიანს მოწმეებად რეჟიმის დაბალი რანგის პროპაგანდისტები ეწვივნენ. ამ საქმეში შედარებით უნიჭოები, დიდ პლატფორმებს რომ დიდად არ აკარებენ. ვახო ხუზმიაშვილი და ბონდო მძინარაშვილი. ეს უკანასკნელი საბჭოთა პარტიული პრესის გადმონაშთია, მის მთელ შინაარს, ბიოგრაფიას, თვალსაწიერს და მორალს, მისივე ერთი ციტატა გამოხატავს იდეალურად. ბოდიში ციტატა ზუსტად უნდა მოიყვანო. ტრაგზე აკოცეთ თენგის კიტოვანს. ამას ამბობდა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გაბრაზებული ბონდო მძინარაშვილი და საკუთარ კომუნისტურ, რუსულ, პუჩისტურ და ბინძურ სულს კიდევ ერთხელ ხდიდა ფარდას. ეს ჯერ პარტიის ცენტრალური კომიტეტის და მერე მთავრობის კანცელარიის დერეფნებში ნასიარულები კაცი წინა მთავრობაზე ბუნებრივად აბოღმელი უნდა იყოს. შევარდნაძის რიგითი აპარატჩიკი იქიდან მალევე გამოაძევეს, როცა ხელისუფლება შეიცვალა. ვახო ხუზმიაშვილის პროფესიული ბიოგრაფია კი ასაკის გამო ნამდვილად დამოუკიდებელი საქართველოს არსებობას ემთხვევა. დღეს აჭარის ტელევიზიის ვარსკვლავს ან სკლეროზი აქვს, ან თავად შერჩევით იმართებს ამ დაავადებას, რადგან საკუთარი ბიოგრაფიიდან ისე შლის წლებს, როცა სააკაშვილის ხელისუფლების მედია პოლიტიკის ჭანჭიკი იყო, როგორც ახლა სჭირდება. კაცი 22 წლის წინადელ რეპრესიებზე წუწუნებს და ის არ ახსენდება ახლა მისი მხარდაჭერილი ხელისუფლება მისავე როგორც ალბათ თავად იტყო და კოლეგებს რა დღეში აგდებდა. ახლა ასე აწყობს ვახტანგს. ქართული მედია კი გამორჩეულად მძიმე დღეშია. თამამად ხმამაღლა ვიტყვი, რომ ასეთ რთულ დღეში ქართული მედია დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის მანძილზე არასდროს ყოფილა. ვიცი ახლა ბევრს მოუნდება გამოდავება, გამახსენებენ სააკაშვილის მმართველობის მძიმე მდგომარეობას, იმედში შესვლას და შემზარავ ამბებს, მაგრამ მაინც იმავე აზრზე დავრჩები და გავიმეორებ. არასდროს არ ყოფილა მედია ასეთ რთულ დღეში. 34 წელია საქართველოს დამოუკიდებელია და დაახლოებით ამდენი ხანია, რაც დამოუკიდებელი მედია ხელისუფლების გავლენისგან თავისუფალი ჟურნალისტები ამ ქვეყანაში ლეგალურად არსებობენ. ქართული სატელევიზიო მედიის გავლენილ გზაზე ცალკე წიგნი შეიძლება დაიწეროს. რა იყო პირველი არხი, რა ადგილი ეკავა ქართული საზოგადოების ცხოვრებაში, რას ნიშნავდა რუსთავიორის გამოჩენა და მისი არნახული პოპულარობა. ახალი ამბების კეთების სულად ახლებური გზა მაშინდელ საქართველოში. როგორ შემოვიდა ამ ბაზარზე ბადრი პატარკაციშვილი და რა ადგილი დაიკავეს მისმა ტელევიზიებმა, იმედმა და მზემ. ხო, მზეც მისი იყო, მიუხედავად იმისა, რომ სხვაზე იყო გაფორმებული. როგორ იყო შედარებით პატარა ტელევიზიების ბედი და როგორ ვერ უძლებდნენ ისინი დროის ცვალებადობას. რა ადგილი ეკავა ფულს, მცირეს ან დიდს ქართული მედიის ცხოვრებაში, ვინ იყო ზურაჟვანია ქართული ტელევიზიებისთვის და როგორ შექმნა ერთი მხრივ მას საერთოდ სივრცე მედიის არსებობისთვის და შემდეგ როგორ გააფუჭა იგივე ქართული ჟურნალისტები. დიდი და ვრცელი წიგნის შინაარსია პირველი ნაწილის სარჩევი, მგონი აქვე შემოგთავაზეთ, ამაზე ჩემზე ბევრად კომპეტენტურად სხვებს შეუძლიათ მოყოლა. დღევანდელ დღეზე თუ კონცენტრირდებით, დავინახავთ, რომ ჩვენს თვალწინ უკვე დაიხურა ერთი ტელევიზია, მთავარი. ფორმულა არსებობს მისი თანამშრომლების არნახული თავდადების და ამ ქვეყნისადმი სიყვარულის ხარჯზე. ჩვენ არ ვიცით ზუსტად ხვალ როგორ შევალთ ეთერში, ან ჟურნალისტები როგორ გავლენ გადაღებაზე, მაგრამ გაჩერებას არ ვაპირებთ. ეს არხი არ ჩაქრება, დილიდან მოისმენთ ყოველდღე იმას, რასაც ივანიშვილის რეჟიმი გიმალავთ.